ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ივნისის თვეში დადგინდა, რომ საქართველოში 14 პენიტენციურ დაწესებულებაში არის მხოლოდ 12 თავისუფალი ადგილი. უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ახლა ციხეებში მდგომარეობა არის საგანგაშო, მათი განმარტებით განსაკუთრებით მძიმეა ვითარება გლდანის, ქსანის და ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებებში. ადვოკატების ინფორმაციით ახლა საგანგაშოდ შეიძლება შეფასდეს ვითარება გლდანის ციხეში, რადგან იქ 796 პატიმარზე მეტი არის შესახლებული. ეს განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ადამიანია ციხეში შესახლებული. უფლებადამცველების განმარტებით ციხეში ასევე არ არის საჭირო და უბრალოდ არ არის სამედიცინო დაწესებულება, სადაც საჭირო რაოდენობის თანამშრომლები იქნებიან. შესაბამისად დაპატიმრებულ ადამიანებს რიგში ყოფნა იმისთვის, რომ სამედიცინო დახმარება და კონსულტაცია მიიღონ, უწევთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. აქედან გამოსავალს ერთადერთ იურისტები ხედავენ იმაში, რომ იყოს საყოველთაო ამინისტია, ასევე შემსუბუქდეს სასჯელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსუბუქი დანაშაული აქვს ჩადენილი, მხოლოდ ამაში ხედავენ ისინი ეფექტურ გამოსავალს. ატასალიეს მიერ დადგენილი ლიმიტების მიხედვით დაახლოებით 12 ადგილია დარჩენილი ციხეებში. 3 ციხე გვაქვს ტრადიციულად, სადაც გადამეტებულია პატიმართა რაოდენობა და საკმაოდ დიდ რაოდენობაზეა საუბარი. ქსნის ნომერ 15 ციხეში თითქმის 57%-ით, ასევე სხვა ციხეებში, გლდანის და ქუთაისის ციხეებში საუბარია 30%-იან გადაცილებაზე. განმაპირობებელი ფაქტორი სავარაუდოდ არის ის, რომ ხდება საკმაოდ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გატარება, ასევე ის, რომ ერთია პატიმრები შედიან ციხეში, მაგრამ ამ შემთხვევაში ციხიდან გამოსვლა სრულდება, არ მუშაობს კარგად პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი. ციხეებში საკმარისი რაოდენობის თანამშრომლები არ არის, რაც ახდულებს იმას, რომ მოხდეს ჯეროვნად ციხის ადმინისტრირება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა და პრობლემა და ამ რაოდენობის პატიმრის გამკლავების რესურსი რამდენად ქართულ ციხეს გაქარქვია. მაჩვენებელთა მატება ეს არის ბოლო 2 წლის განმავლობაში, სწორედ ეს ის პერიოდი არის, როდესაც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს იყოს მის ხელში ერთ-ერთი იარაღი საზოგადოების წინააღმდეგ და ქართულ ხალხს აჩვენოს, რომ მის ხელში არის ძალაუფლება რეალურად და ტოტალური რეპრესიები დაიწყოს და შეუწყნარებლად მიუდგეს, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს. ველა ციხეს მათ შორის გააჩნია თავისი რესურსი, ეს იქნება ბადრაგების რაოდენობა, ეს იქნება ექიმების რაოდენობა და ასე შემდეგ და ბუნებრივი არის პატიმრებს ამ შემთხვევაში ეზღუდებათ შესაძლებლობა, რომ ეფექტიანი წვდომა ჰქონდეთ მათ შორის ნებისმიერ რესურსზე, რასაც კი თავად სასჯელასრულების დაწესებულება უნდა სთავაზობდეს მას. უკვე თვეებია, რაც პატიმრების ოჯახის წევრები ითხოვენ საყოველთაო ამნისტიას. ისინი სოციალურ ქსელში ერთი მეორის მიყოლებით წერენ, რომ პატიმრებთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ დგინდება მათი განმარტებით ის, რომ ვითარება საპატიმრო დაწესებულებაში ნამდვილად არის საგანგაშო. ერთ საკანში იმაზე მეტი ადამიანია შესახლებული, ვიდრე ეს კანონით არის დადგენილი. მოქალაქეები უშედეგოდ ელოდებიან ამნისტიას, თუმცა ქართულ ოცნებას ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. დღეს დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა. მისი განმარტებით მიხეილ ყაველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, ვის შეიწყალებს და ვის არა. რაც შეეხება სტატისტიკას, რომელზეც კახი კალაძეს კითხვები დაუსვით, ის განმარტავს, რომ დანაშაულთან ბრძოლა არის მათთვის ეფექტური, თუმცა ვერ პასუხობს კითხვას მსუბუქი დანაშაულის ჩადენის დროს რა ღონისძიებები შეუძლია ქართულ ოცნებას, რომ გაატაროს დაპატიმრების ნაცვლად, რადგან ახლა ციხეებში მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა. პრეზიდენტი გადაწყვეტს, შესაბამისი უწყებები გადაწყვეტს ამინისტიას, რაც შეეხება ზოგადად რიცხვის გაზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს კრიმინალთან და ნარკოდანაშაულებთან ბრძოლის გაძლიერებას და თქვენ ხედავთ სტატისტიკად შეგიძლიათ ამოიღოთ ამასთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში თუ რა ღონისძიებები იქნა გატარებული. ციხეები არის პატიმრებით გადავსებული. იურისტები კი ამბობენ, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალი იქნება ის, თუ საყოველთაო ამინისტიას გამოაცხადებს ქართული ოცნება და მსუბუქი დანაშაულისთვის დაკავებულ ადამიანებს გაათავისუფლებენ. პირველების პირდაპირ ეთერში მარია მაკასარაშვილის საუბრობდა.